ევროპულ ცივილიზაციას ანადგურებს, ასეთია ქართული ოცნების პირველი გამოხმაურება სტრასბურგში გამართულ დებატებთან დაკავშირებით. დღეს პირველი მედიასთან შალვა პაპუაშვილი გამოჩნდა და მან აიღო საკუთარ თავზე დასავლელი პოლიტიკოსების ლანძღვის კამპანია, ვინაიდან ზოგადად ასე ჩანს, რომ სწორედ შალვა პაპუაშვილს აქვს ჩაბარებული ეს მიმართულება, დასავლელი მოკავშირეების ევროპელი პოლიტიკოსების დისკრედიტაციის კამპანია და დღესაც ასე მოხდა. შალვა პაპუაშვილმა დღეს ტყუილების და დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა ის ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებიც ძალიან კარგად იცნობენ საქართველოში არსებულ რეალობას და ეს კიდევ ერთხელ სტრასბურგის მაღალი ტრიბუნიდან გააჟღერეს და მთელ ევროპას გააგებინეს, რა ხდება საქართველოში. ჯერ კიდევ მძლავრად არიან ის რეგრესული ძალები ევროკავშირში, რომელიც ევროკავშირს მიაქანებენ ევროპის ბნელი წარსულისკენ. და ჩვენ ეს გუშინ თვალნათლივ დავინახეთ, როდესაც პირდაპირ ჩავხედეთ იმ ცივილიზაციულ უფსკულს, რომლისკენაც ბრიუსელის ბიუროკრატია მიაქანებს დღეს ევროკავშირს. ჩვენ ვიხილეთ კომბინაცია იმ ყველაფრისა, რაც ევროპის ბნელი წარსულიდან მომდინარეობს. ეს არის ზიზღი, ეს არის ცივილიზაციური ქედმაღლობის და აღმატებულების პოზა, რომელსაც ჩვენ გუშინ უყურებდით. ეს ხო კიდევ ერთხელ ჩვენება თუ რას ნიშნავს ჩავარდნილი ჰიბრიდული თავდასხმა საქართველოში და ვფიქრობ აქ ძალიან ადვილი დასანახია პარალელები 4 ოქტომბრის მცდელობასთან ხელისუფლების დამხობის, რომელსაც ასევე ქონდა მხარდაჭერა ბრიუსელიდან, გახსოვთ ევროკომისიის პრესპიკერი მხარს უჭერდა ხელისუფლების დამხობის მიზნით შეკრებას და სოლიდარობას უცხადებდა და შეადარეთ, გააკეთეთ პარალელი. ერთ-ერთი მთავარი განცხადება, რაც გაკეთდა ევროპარლამენტში დებატებისას, ეს არის ქიმიური მოწამვლის საქმეზე საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნა და არაერთმა დეპუტატმა დააყენა ეს მოთხოვნა. დღის წესრიგში, რაც როგორც ჩანს ქართულ ოცნებას ძალიან არ მოეწონა და ამ მიმართულებითაც დღეს შალვა პაპუაშვილმა ძალიან ბევრი ლანძღა ევროპელი მოკავშირეები და თქვა, რომ ყველამ უნდა იხელმძღვანელოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიებით. მათ იფიქრეს, რომ BBC-ს რეპორტაჟზე იქნებოდა უბრალოდ რაღაც სიტყვიერი საუბარი და სიამოვნებაში გამოძიება არ ჩატარდებოდა და ეს ტექსტები, რაც გუშინ მოვისმინეთ, ეს არის ტექსტები გამზადებული იმისთვის, რომ არ არის ჩატარებული გამოძიება, არაფერი არ ხდება საქართველოში და ახლა მოუწოდებენ და ეჭვები არსებობს კამიტზე, მოუწოდებთ გამოძიებას და ასე შემდეგ. თუმცა ეს ტექსტები წინასწარ დაწერილი აცდა კვლავ რეალობას, არაადეკვატური იყო, ამიტომაც ვინაიდან ჩატარდა გამოძიება, ყველაფერი გამჭვირვალედ გაკეთდა, ყველა კითხვას პასუხი გაეცა, მათ შორის პრემიერ-მინისტრმა თქვა, თუ კი რომელიმე რელევანტურ საერთაშორისო ინსტიტუციას აქვს რაიმე კითხვა, აგერ არის ხელისუფლება, აგერ არიან სამართალდამცავი ორგანოები, მზად ვართ ნებისმიერი ინფორმაციაში ჩავახედოთ, ვაჩვენოთ და განვუმარტოთ. ამიტომ აცდენილი იყო გუშინდელი განცხადებები მათი და ჩანს კიდევ ერთხელ ეს იყო წინასწარ დადგმული სცენარი, რომლის ერთ-ერთი საცეცი იყო BBC, რომელიც ხედავთ, რომ აბსოლუტურად დაინგრია საკუთარი რეპუტაცია. რატომ იყო მნიშვნელოვანი სტრასბურგში გამართული დებატები? ოპოზიციაში ამბობენ, რომ როდესაც ასეთი მაღალი ტრიბუნიდან ჟღერდება საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნა ქიმიური მოწამვლის საქმესთან დაკავშირებით, ეს არის სამომავლოდ ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ყველა უსმენს ბუნებრივია ევროპარლამენტში გამართულ დისკუსიებს, დებატებს და უფრო მეტად არის ინფორმაცია გავრცელებული ამ შემთხვევაში, ვინაიდან ამ დრომდე ქართველმა ხალხმა არის ის რით წამლავდნენ მოქალაქეებს ნოემბერ-დეკემბერში, ვინაიდან მაყურებელმა კარგად იცის, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მხოლოდ 2 დღეზე ისაუბრა და 2 დღეს გამოყენებული ნივთიერებები დაასახელა, ასევე არსებობს კითხვები, რა გამრევი იყო გამოყენებული ქიმიურ ნივთიერებასთან ერთად, მათ შორის საუბარია ტრიქლორეთილენზე, რომელიც არის უმძიმესი ნეიროტოქსიური ნივთიერება და იწვევს კიბოს, მაგალითად და უმძიმეს დაავადებებს. შესაბამისად, კითხვები არსებობს, ამ კითხვებს ვერ უპასუხა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციის თქმით, რომ საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნა იყოს მუდმივად დღის წესრიგში და ასევე რაც გამოჩნდა ამ დებატების დროს ოპოზიციის შეფასებით არის ის, რომ ევროპა ისევ დგას ქართველი ხალხის გვერდით და რაც მთავარია სანქციების დაწესებაც ისევ დღის წესრიგშია.